Sunday night. Up first, a man at the center of one of the most exciting fights ever to grace the octagon. Bird, Arizona, USA. This is Justin the Highlight Gaethje. The Spanish-Georgian powerhouse has remained perfect in 17 career fights, finishing 15 of those before the final bell. He is the first two-division champion with an undefeated record in UFC history and is the number 2 ranked UFC pound-for-pound fighter in the world. Please welcome the former UFC featherweight champion and current UFC lightweight champion of the world, Ilia El Matador Topuria. პირველი შეკითხვა ვის აქვს გამოუშვით? კითხვა ილია თოფურიას ჩემპიონს. ილია, ბრძოლის კვირაში საოცრად თავდაჯერებული ხარ. ჯასტინ გეიჯი ამბობს, რომ კვირას სახე შეგიცვლის. რას უპასუხებდი ამას? შეუძლია სცადოს. ვიცი რომ სოფლიოში საუკეთესო ვარ, ოქტაგონი მისგან კარგულებაში იქნება. 2 დღეში ერთსა და იმავე სივრცეს გავიზიარებ და შეუძლია დამიმტკიცოს რომ ვცდები. ვცლი რომ საუკეთესო ვარ, თუ ფიქრობ რომ ასე არ არის, უბრალოდ დამიმტკიცე თუ კი ამას შეძლებ. თუმცა ამაში ეჭვი მეპარება, ვიცი რომ პირველ რაუნდშივე გაგთიშავ. მხოლოდ ეს ვიცი. ახლა კი ჯასტინ, ილიასთან 17-მა მებრძოლმა გამოცადა თავი, ყველა მათგანი დამარცხდა. რითი ხარ გამორჩეული და რატომ ფიქრობ რომ გამარჯვება შენ მოიპოვებ? ეჯგარეშია რომ ეს ბიჭი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, pound for pound რეიტინგში მეორე ნომერია, თუმცა მე საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს შევხედრივ ვარ. გალიაში უდიდესი გამოცდილება მაქვს და ამ გამოცდილებას გამოვიყენებ. უბრალოდ უნდა გავიდე და იდეალურად ვიჩხუბო. საკუთარი შესაძლებლობების მჯერა. ბრძოლა გიჟური რამ არის, ამიტომ გავალ და ყველაფერს სასწორზე დავდებ. ილია, ისევ შენთან დავბრუნდები. ამჟამად pound for pound რეიტინგში მეორე ნომერი ხარ. პირველ პოზიციას ადრე იკავებდი. რას მოიმოქმედებ კვირას ამ სტატუსის დასაბრუნებლად? ჩემთვის მე პირველი ნომერი ვარ. ნურც კი იტყვი რომ მეორე ვარ. ჩემთვის მე პირველი ნომერი გახლა ვარ. რის ჩვენებას აპირებ მათთვის, ვინც ამ რეიტინგს ადგენს. მე თოქეს პირველ რაუნდშივე ნოკაუტში გავუშვებ. და ბოლოს შენთან მაქვს კითხვა დენა. აქ მცირე შეფერხებაა, წუხელი წვიმა. დაგეხმარათ ეს ყველაფერი რომ კვირისთვის უკეთ მომზადებულიყავით? მომისმინე, რაც არ უნდა მოხდეს შოუ კვირას მაინც შედგება. ჩვენ ამას გავაკეთებთ. ვის ადარდებს იწვიმებს თუ ითოვებს, კვირას ბრძოლა გვაქვს, ამიტომ ყელში ამოვიდა ამ ამინძე და ღონისძიების გარშემო სხვა სიცურველეებზე საუბარი. რაც არ უნდა მოხდეს, კვირას ღამით თეთრი სახლის გაზონზე მაინც ვიჩხუბებთ. შონ, არის ეს იდეალური შანსი, რომ 23-ის შემდეგ პირველი ნოკაუტი შეასრულო? აბსოლუტურად. წვერი ცოტა მოუშვია, შევამჩნია. არ გიშველის მეგობარო, ვიცი რის გაკეთებასაც ვცდილობ. ეს ასე არ მუშაობს. დიახ, ის ეწოლა შეეცდება ფეხებში დამარტყას, წამაქციოს. ბრძოლის დაწყებიდან მოყოლებული სულ ამას უმკლავდები. რაც უფრო მეტად წამოვა წინ, მით მეტ დარტყმას მიიღებს და ნოკაუტში ჩავარდნის შანსიც გაეზრდება, ამიტომ პირველ, მეორე თუ მესამე რაუნდში მაინც გაითიშება. შეკითხვა ზაჰაბს. მედია დღეს კითხე გამარჯვების შემთხვევაში კანადისთვის MMA-ში ეს GSP-ის ჩემპიონობის შემდეგ ყველაზე დიდი გამარჯვება ხომ არ იქნებოდა. იმ დახვედრის ფონზე რაც მოგიწყვეს და იმის გათვალისწინებით რომ შონი ნოკაუტით გემუქრება. იქნება ეს ასე? იქნება, რადგან ეს პირდაპირ სატიტულო ბრძოლამდე მიმიყვანს. შონ ომალის დაფინიშება პირდაპირ მერაბისა და პიოტრიანის გვერდით დამაყენებს. მან პიოტრიანი დაამარცხა. ის ჩემპიონიც იყო, ბრწყინვალე მებრძოლი, ამიტომ მისი თეთრი სახლის გაზონზე დამარცხება ამდენი დაბრკოლების ფონზე სატიტულო ბრძოლის რიგში პირველ ადგილზე დამაყენებს, ამიტომ ამ შანსით ძალიან აღფრთოვანებული ვარ. მადლობა დანას და ჰანტერს. მელაპარაკება თითქოს ჩემი გათიშვა უნდა, მაგრამ ნახოთ კვირას რა მოხდება. ჯოშ, დერიკი ამბობს, რომ არავის უყვარ ხარ. მაინტერესებს შენი აზრით ამ კვირაში დედაქალაქში როგორი მიღება გქონდათ? ეს ჩართულია? წარმოუდგენელი ჰალკი ამბობს, რომ დერეკის მძინარე ჯოსავით დააძინებს. მაგრამ მე დერიკ ლუისი მომწონს. და უბრალოდ მინდა ბოდიში მოვიხადო წინა პრესკონფერენციის ჩაშლისთვის. თოფურიაც მომწონს, პერეირაც მომწონს, ისინი ჩემი საყვარელი მებრძოლები არიან, ამიტომ ამ ყველაფრის გამო ბოდიშს ვიხდი. დიახ, ახლა ვნერვიულობ. დღეს აქ მხოლოდ ჩვეულებრივი ჯოშია. მადლობა ბიჭებო. მადლობა მოწვევისთვის დანა. ვცდილობ წარმოუდგენელი ჰალკი არ გამოუშვა, ამიტომ მაქსიმუმს ვაკეთებ.
and so I'm doing my best. Thank you. მადლობა. დერიკ, ეს ვერსია გირჩევნია თუ მეორე? I like Derek. დერიკი მომწონს, მართლა კარგი ტიპია. He went to jail. ციხეში იჯდა, ახლა კი თეთრ სახლშია და ცხოვრებაში რაღაცას მიაღწია. He's making something out of his life and all about perseverance. ყველაფერი მიზანდასახულობის დამსახურებაა. ნარკოტიკებზე რას ამბობდი? რას ნიშნავს შენთვის ფრანგული MMA-ის უდიდეს ბრძოლაში მონაწილეობა და რამეს ხომ არ ეტყოდი შენს გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი ღამე გიყურებენ? პირველ რიგში მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა რომ ჩემი გჯერათ. ხალხი მუდმივად ისე მეკცევა, თითქოს ზედმეტად შეფასებული ვარ. Talk to me like I'm surestimated. If I'm here, თუ აქ არ ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. Cyril Gane's a real good სირილ განი მართლა ძალიან კარგი ათლეტია და ეს პერეირასთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. to Pereira. He likes to be უდარდელად ყოფნა უყვარს, სირილ განი კი ძალიან სწრაფია. really fast. მას ყველა სპორტის თამაში შეუძლია. წარმოუდგენელი ჰალკი ამბობს, რომ აქ საუკეთესო ათლეტი თავადაა, მაგრამ გონია, რომ სირილ განი აჯობებს. მას ყველა სპორტის თამაში შეუძლია, ეს კი პერეირასთვის დიდი საფრთხე იქნება. კარგი ბრძოლა გამოვა, ამიტომ მოუთმევად ველოდები. შეკითხვა ილია თოფურიას. შენ და ალექს პერეირა ამ საწვრთნელ ბანაკში კარგი მეგობრები გახდით. თუ ალექსი მესამე კამარს მოიგებს, ფიქრობ, რომ ეს მას ყველა დროის საუკეთესოდ აქცევს? მისმინე, ის უკვე საუკეთესოა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კვირას რა მოხდება, ჩემთვის ის უკვე საუკეთესოა. ერთ-ერთი საუკეთესო, რადგან ამ სპორტში ბევრი ასეთი ყავს, მაგრამ ის ამ სიას ეჭვგარეშე შეუერთდება. მნიშვნელობა არ აქვს კვირას რა მოხდება. I'm sorry. I'm sorry. მაპატიეთ, ბოდიშს ვიხდი. Incredible Hulk says ვინმე შეუძლია რომ მოაკეტინოს? ჰალკი ამბობს, რომ თოფურიას საჭმელს უღეჭავს და ჩიტივით პირში უდებს. კაჩუმდი, ჩაიგდენა. მაპატიე, თოფურია, შენი დიდი ფანი ვარ. თოფურია, მაპატიე, ჩაიჯვი. ბოდიში. Topori's probably my favorite. გულწრფელი ვიქნები, თოფურია ალბათ ჩემი საყვარელი მებრძოლია, ყველას ნოკაუტში აგდებს. უბრალოდ ენა ჩაიგდე. დიდი მადლობა, ბოდიში. Birds feed. კარგი ბიჭი ხარ. ჰალკი ამბობს, პერეირა საჭმელს გიღეჭავს და ჩიტივით გაჭმევს. Birds feeds it to you. Like a baby. როგორც პატარა ჩიტს, მაპატიეთ, ამის ატანა აღარ შემიძლია. No one likes წარმოუდგენელი ჰალკის გამო არავის უყვარვარ. he's ruining my ცხოვრებას მინგრევს. I hope Derek იმედია დერეკ ლუისი ამისთვის მაგრად ვარჯიშობდა და შეძლებს ამ სიგიჟის შეჩერებას, რადგან დავიღალე. this because I'm tired of it. I got no წვრთნელები აღარ მყავს. წარმოუდგენელი ჰალკის გამო აღარც მეგობრები მყავს. არავის მოვწონვარ. კითხვა ილიას. ილია, ჯასტინ გეიჯი პირველ რაუნდში ნოკაუტში არავის ჩაუგდია. შენ კი ამბობ, რომ ამას 2 წუთში იზამ. რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ პირველი იქნები, ვინც მას 100 ადრე გათიშავს? მაქს ჰოლოვეი არავის ყავდა გათიშული. და მე ვიყავი პირველი, ვინც მას სინათლე ჩაუკრო. და რატომ არ შეიძლება ჯასტინსაც იგივე გავუკეთო? და ჯასტინმა გულის სიღრმეში ძალიან კარგად იცის, რომ მას პირველ რაუნდშივე გავთიშავ. არ არის სიმართლე. ტყუილია. მართალი ვარ. შენ შეიძლება ეგრე გონია, მაგრამ არა, ნამდვილად არა. როგორ სიტყვი? I don't think როგორც ყოველთვის მე ვიქნები პირველი, ვინც ამას იზამს. think so. The Incredible Hulk is წარმოუდგენელი ჰალკი ამერიკის გეიჯის მხარეს არის. ეი, მიკროფონი წაართვით ამ შტერს. გეიჯი მას ეწოლას განახორციელებს. ბიჭო, უბრალოდ ენა ჩაიგდე. he's gonna press წნეხში მოაქცევს და ბინძურ ბრძოლას შესთავაზებს. ასე ფიქრობს წარმოუდგენელი ჰალკი და ამიტომ უჭერს მხარს გეიჯის. I'm a big fan. თოფურია, შენი დიდი ფანი ვარ. შენ ყველას თიშავ. მაგრამ ვფიქრობ ის მზადაა, გამარჯვებას წყურია. Next question for Justin. შემდეგი შეკითხვა ჯასტინს. თქვი რომ ამ ბრძოლაში შენი გეგმა წინ სიარულია. ილია კი ამბობს რომ ზუსტად ეს უნდა შენგან. დარწმუნებული ხარ რომ ეს ილია თოფურიას დასამარცხებლად საუკეთესო გზაა? დარწმუნებული ვარ რომ ჩემმა მწვრთნელებმა ბრწყინვალე გეგმა შეიმუშავეს. შენი მწვრთნელი იქ შენთან ერთად არ იქნება, იმ ოქტაგონზე ჩემთან იქნები მარტო. კი, მხოლოდ მე და შენ მეგობარო, ზუსტად ეგრეა. არავინ დაგეხმარება. ეგ ეგრე ხდება ხოლმე. მე და შენ, მხოლოდ მე და შენ ვიქნებით. შენ მწვრთნელზე როგორც ერთ-ერთ საუკეთესოზე ისე საუბრობ, თავადაც არ ხარ ჩემპიონი.
რამ გახადა შენი მწვრთნელი საუკეთესო, შენ თვითონაც არ ხარ საუკეთესო. სხვა ათლეტების, მე, ჩვენი მიღწევები და ზოგადად მისი მიღწევები, აი ამას ვიტყოდი. ესე იგი, ჩემი მწვრთნელი ყოფილა მსოფლიოში საუკეთესო, რადგან ქვემსუბუქი წონის ქამარი მოვიგე. ტიტული წარმატები დავიცავი. მაგარი ხარ, ამაში ეჭვი არ მეპარება. ასე რომ, ჩემი მწვრთნელი მსოფლიოში საუკეთესოა. ჯასტინ ილია ამბობს, რომ მამა შენისა და შენი ქვეყნის თვალწინ გაგთიშავს. In your country, what did you რას ფიქრობ ამ კომენტარებზე და ელოდი რომ ყველაფერი ასე პირადულში გადავიდოდა? make this personal? რა თქმა უნდა, ჩხუბი პირადულია. ერთმანეთის მიბეგვას ვცდილობთ. ჩვენი საქმე ეს არის. ეს სპორტი ზუსტად ამას ნიშნავს. თქვენგან ვერავინ ხვდება ეს ყველაფერი რამდენად სერიოზულია, მხოლოდ ჩვენ მებრძოლებს გვესმის. თუ რა შედეგი შეიძლება მოხდეს ოქტაგონზე ყოველ შესვლას და ზოგიერთ ჩვენგანს ეს სიგიჟემდე უყვარს. ზოგი თქვენგანი კი მსგავს სარისკო ნაბიჯზე ვერც კი იოცნებებს. ჩვენ როგორც მებრძოლები სწორედ ამით ცხოვრობთ. კითხვა ილიასთან და ჯასტინთან მაქვს. ილია, შენ ალექსთან ერთად და ჯასტინ ჰოკითან ერთად ჩაკეტილ ოთახში რო აღმოჩნდეთ. საიდანაც მხოლოდ ორი გამოვა ცოცხალი. რას ფიქრობ, ოთახს ვინ დატოვებს? Make it out that room. ამაზე პასუხის გაცემას ჯასტინს მივანდობ. აქ ჰიპოთეტურ კითხვაზე საპასუხო არ ვარ. ჩემს წინ მართლა ძალიან საშიში მეტოქე დგას და მხოლოდ ეს მადარდებს. შეიძლება სიტყვა ჩავაგდო? I think to გონი თოფურია, იმიტომ არის ასე გაბრაზებული, რომ ასეთი დაბალია. სააბაზანოს სარკეში საკუთარ თავს ვერ ხედავს. თან მაიამელ სტრიპტიზიორზე დაქორწინდა. მაპატიეთ, ბოდიშს ვიხდი. წარმოუდგენელი ჰალკი. სულ შარში მხევს ხოლმე. მაპატიეთ. sorry to pour. არა და მართლა ძალიან დიდი ფანი ვარ. You're still my. მაინც ჩემი საყვარელი მებრძოლი ხარ. You have a წინ ურთულესი დავალება გაქვს. Gaethje's real. გამარჯვება, მაგრას წყურია და თან ამერიკელია. წარმოუდგენელი ჰალკი ასე ფიქრობს. Most importantly, that's what the Incredible Hulk says.